სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ფარი. დიდი იყო დიდგანვე ფარის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა. სოფელი მდიდარია კულტურული ძეგლებით. აქ არის ულამაზესი ბუნება, საოცარი ტბები და მისტიური ადგილები, რომლებიც იმთავითვე იპყრობს მნახველის გულს. ეს სვიფის წმინდა გიორგის ეკლესიაა. ეკლესია მე-9 საუკუნის ნაგებობაა. ეკლესიაში დაცულია უძველესი ფრესკები და ხატები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. სვანეთი ტურისტულად აქტიური რეგიონია. ყოველწლიურად ის ათასობით სტუმარს მასპინძლობს, რაც სვანეთის ეკონომიკურად გაძლიერების საწინდარია. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ამისა, სვანეთის სოფლების უმეტესობა დაცხადყო სვანეთის მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად განპირობებულია ცხოვრების უკეთესი პირობების მოწყობით. როგორც ვიცით, სვანეთი კლიმატურად მკაცრი რეგიონია. აქ ზამთარი 6 თვეს გრძელდება. სვანეთის მოსახლეობას მთელი 6 თვის განმავლობაში უწევს უხნართან ჭიდილი. ძნედა სოფლებით წყდება გარე სამყაროს. ძნელია მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულყოფილი სამედიცინო დახმარებები მიიღო, განათლება. ახალგაზრდები ძირითადად დამოკიდებული არიან სკოლაზე. მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ განათლება არაფორმალურ გარემოში და ჩაერთონ სხვადასხვა წრეებსა თუ აქტივობებში. სწორედ ამგვარი პრობლემების არსებობა იწვევს სვანეთის მოსახლეობის გადინებას სოფლებიდან. ძნელია ათობით მიტოვებული სახლი, რომლებიც ისევ ელიან პატრონს. ჩვენი რესპონდენტი სვანეთში დაბრუნებული მიგრანტია. ქალბატონო თეა, გვესაუბრეთ იმ მიზეზებზე, რამაც გადაგაწყვეტინათ სვანეთში დაბრუნება. უპირველესი მიზეზი ჩვენი აქ დაბრუნების ის არის ის პრობლემა, არ დაიცალოს სვანეთის მოსახლეობისგან. და მეორე მიზეზი არის ის, რომ გარემო, რაც აქ არის, რაც სვანეთში არის უპირველეს მშობლისთვის, სუფთა გარემო, ჯანსაღი გარემოსა და ფოთლები გაიზარდნენ. ჩვენი პირველი მიზეზი ეს არის, რამაც დამაბრუნა აქ, ანუ მოსახლეობა სვანეთში ძალიან მცირე არის, ცდილობს ყველა გადავიდეს თითქოს უკეთესი პირობების საცდელად, მაგრამ ჯობია პრობლემას მივხვდეთ ადგილზე, აქ რო შევიქნათ ჩვენთან პირობები იმისა, რომ მოსახლეობა არ წავიდეს აქედან და არ დაიცალოს. რაც მეტი ახალგაზრდა დაბრუნდება სვანეთში, დაუბრუნდება თავის კერას და აქ გააგრძელებს სტუდენტობის შემდგომ აქ დასაქმდება, უფრო უკეთესი იქნება სვანეთისთვის, ანუ სვანეთის სვანეთად დარჩება, უფრო გაძლიერდება და უფრო აყვავდება. დასურჩედით იმ ოჯახებს, რომლებიც სვანეთიდან გადასვლას ფიქრობ. სვანეთიდან გადასვლას არ ვუჩვევი არავის, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩვენ სვანებამ უნდა შევინარჩუნოთ აქაური ტრადიციები, აქაური წესები, ავზარდოთ ახალგაზრდები, გადავცეთ ეს ყველაფერი, შენარჩუნდეს მთა, შენარჩუნდეს მოსახლეობა და რა ვიცი, გაძლიერდეს სვანეთი. არ ურჩევ აქედან გადასვლას არავის ნამდვილად. ახალგაზრდების უმეტესობა სოფლად გამეფებული უმუშევრობისა და უპერსპექტივობის მსხვერპლი არიან. ისინი განათლების მიღების შემდეგ აღარ უბრუნდებიან სოფელს და მომავლის იმედით დიდ ქალაქებს აფარებენ თავს, რადგან ისინი ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივას. თუ ეს ასე გაგრძელდება და ახალგაზრდები გადინება არ შეჩერდება სოფლიდან, ეს ჩემი სოფლისათვის ტურიზმი ეს ის მიმართულებაა, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის ეკონომიკის განვითარება. ჩემ სოფელს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, განავითაროს ეს საქმიანობა და დაასაქმოს მოსახლეობა. სწორედ ამ მიზნით ვესტუმრეთ ტურისტული ცენტრის სვანთრეველის დირექტორს ქალბატონ ეკა წულუკიძეს. ქალბატონო ეკა, გთხოვთ გაგვესაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება სოფლად და რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი სოფელი ტურისტული პოტენციალის მატარებელია? მოგესალმებით, ჩვენ ვიცით, რომ სვანეთის სოფლების უმეტესობა დაცლის პირადაა. აუცილებელია შემუშავდეს სწორი ხედვა და გეგმა იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სოფლები და ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ტურიზმი. ტურიზმი არის ის საშუალება, რაც მოსახლეობას მისცემს დასაქმების და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის საშუალებას. თითოეული სვანეთის სოფელი უნიკალური არის, ინახავს უამრავ კულტურულ, როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ მემკვიდრეობას, რომელიც მსოფლიოში არის უიშვიათესი. რისთვის ჩამოდის ტურისტი სვანეთში? ჩამოდის იმისთვის, რომ ნახოს ის განსაკუთრებული ბუნება, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა. და ძირითადი აქცენტი ჩამოსულ ვიზიტორს აქვს მესტიაზე, უშბულზე. თუმცა არანაკლებ საინტერესო არის სვანეთის დანარჩენი სოფლები.
რაც შეეხება ჩვენ სოფელს, ჩვენმა ორგანიზაციამ სოციალური საწარმო შექმნა ტურისტული ცენტრი Swan Travel, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. ჩვენი მიზანი იმთავითვე იყო სოციალური, რომ ჩვენ უნდა გამოგვეკვლიას სოფლის პოტენციალი, ტურისტული პოტენციალი, შეგვექმნა ის სერვისები, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა ტურისტისთვის და ეს ყველაფერი დაგვეგეგმა ჩვენი მოსახლეობის დასაქმებისთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სოფელი ძალიან საინტერესო არის, როგორც ლანდშაფტით, ასევე კულტურული მემკვიდრეობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენ სოფელში შეუძლია ვიზიტორს ნახოს, როგორც მისტიური ტბები ულამაზესი სვანეთის კავკასიონის ქედზე განლაგებული, ასევე დაისვენოს ულამაზეს ბუნებაში სუფთა ჰაერზე. მოილოცოს ისეთი ეკლესიები, უძველესი ეკლესიები, როგორიც არის სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია და კაიშის მთავარანგელოზის ეკლესია. მოგეხსენებათ, რომ სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია არის ერთ-ერთი სასწაულმოქმედი ეკლესია. სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია მოგეხსენებათ უძველესი ძეგლი არის, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, ის იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში არის შეტანილი. სასწაულმოქმედ ეკლესიად ითვლება მთელ სვანეთში და ყოველწლიურად აქ უამრავი ადამიანი მომლოცველი იყრის თავს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. რა თქმა უნდა, ესეც ტურისტისთვის ძალიან მიმზიდველია, რომ განვითარდეს ჩვენში პილიგრიმული ტურები. გარდა ამისა, ჩვენი სოფელი ინახავს უძველეს სვანური ყოფისთვის დამახასიათებელ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. აქ ვიზიტორს შეუძლია ნახოს, როგორ მოიპოვებდნენ უძველესი დროიდან სვანები ოქროს მდინარე ენგურზე, როგორ ამუშავებდნენ ტყავს. რა ადათ-წესები აქვთ მათ შემორჩენილი და შენახული უძველესი დროიდან. თავის მხრივ ტურისტისთვის ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მსოფლიოში ძალიან იშვიათი არის ისეთი ქვეყნები, სადაც მსგავსი კულტურული მემკვიდრეობა არსებობდეს. ყოველივე სოფელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ტურიზმის განვითარებისათვის. ტურიზმის განვითარება თავის მხრივ სოფელში გამოიწვევს დასაქმების ადგილები, ახალგაზრდების დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახდება სოფელი, იმიტომ რომ მათ უკვე შეიძლებათ დაგეგმონ, როგორ განავითარონ კერძო ბიზნესი, როგორ დასაქმდნენ, როგორ გაიჩინონ შემოსავლის წყარო. და რა თქმა უნდა, მათ უკვე როდესაც ისინი თავის ადგილს იპოვიან სოფელში, მათ აღარ გაუწევთ გული ქალაქისკენ. ვიცით, რომ ახალგაზრდების უმეტესობის გადინება სოფლიდან იმიტომ ხდება, რომ ისინი საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ საკუთარ სოფელში. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა არის. შედარებისთვის მინდა გავაკეთო ესეთი პატარა მოკლე ანალიზი, რომ რამდენიმე წლის წინ მასიურად ხდებოდა სვანეთიდან მოსახლეობის გადინება. ახალგაზრდების უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებდა არც სვანეთი და მით უმეტეს სოფელი. 2013 წელს CTC-მ კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრმა ჩაატარა კვლევა მოსახლეობაში, სადაც ძალიან გულდაწყვეტით აღნიშნავდნენ პირად საუბარში, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ეს დაახლოებით 17-18 წლის მოზარდებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღნიშნავდნენ, რომ მათ სწავლის გაგრძელების შემდეგ არანაირი სურვილი არ აქვს სოფელში დაბრუნების. თუმცა აი რაღაც სულ 2-3 წელიწადში შეიცვალა მდგომარეობა, ახალგაზრდები უკვე ფიქრობენ სოფელში დაბრუნებაზე, ზოგადად რეგიონში დაბრუნებაზე და ამის ნათელი მაგალითი არის თვითონ ნესტია, რომ უამრავი ახალგაზრდა დაბრუნდა, დასაქმდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ამით მე რისი თქმა მინდა, რომ თუ კი იქ ძალიან აქტიურ მონაკვეთში სვანეთის, ანუ ცენტრში ნესტიის ბრუნდება ახალგაზრდობა, საქმდება და აღარ მიუწევთ გული ქალაქისკენ, იგივე შეიძლება მოხდეს სოფლებშიც. თუ კი სოფელში გაჩნდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, დასაქმების წყარო, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც დაკავდებიან და სოფელიც გაძლიერდება. ასე რომ ვფიქრობ, რომ ერთობლივად უნდა გადაიჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც სახელმწიფოს მხრივ, ასევე ზოგადად საზოგადოების მხრიდანაც. სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ სწორად უნდა დაგეგმოს, შეისწავლოს სოფლის პოტენციალი. როდესაც ვამბობთ, რომ სოფლებში უნდა განვითარდეს ტურიზმი,
მნიშვნელოვანი პრობლემაა ტურისტული ინფრასტრუქტურის არ არსებობა. ამიტომ მოსახლეობაზე საკუთარი ძალებით ამის გადაჭრა არ შეუძლია. ამიტომ თვითმმართველობამ უნდა ხელი შეუწყოს იგივე გზების მოწესრიგებას, იგივე ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგებას. თითოეულ სოფელში უნდა არსებობდეს კეთილმოწყობილი სამედიცინო პუნქტები, იმიტომ რომ ჩვენ სოფლები რაიონულ ცენტრს და მით უმეტეს ქალაქს მნიშვნელოვნად დაშორებული არიან. სწორედ ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას მუნიციპალიტეტის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან. დანარჩენი უკვე მოსახლეობამ უნდა იფიქროს, როგორ დაგეგმოს, როგორ განავითაროს. როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემა? არსებული პრობლემა მრავალწახნაგოვანია. მისი ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია. ახალგაზრდები უნდა ესწრაფონ განათლების მიღებას, რომ შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები რეგიონის განვითარებას მოახმარონ. მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივლენ, მათ უნდა დაინახონ, თუ როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი შესაძლებლობების პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იფიქროს სოფლის განვითარებაზე. ყველა რესურსი, რაც სოფლად არის, ათვისებული უნდა იქნას. გლეხს, რომელიც დაუღალავად მუშაობს, დაეწევა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, უნდა ჰქონდეს გასაღების ბაზარი, რომ შემდეგ თავისი საქმიანობა გააფართოვოს. ხოლო სოფლები, სადაც ტურისტული პოტენციალი მაღალია, მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ ბიზნესის განვითარებაზე. ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლის წყაროს გაჩენას და სოფლის ეკონომიკურად გაძლიერებას. ეს ახალგაზრდებს დაანახობს მომავლის პერსპექტივას. ამრიგად, თუ ახალგაზრდები დაინახავენ მომავლის პერსპექტივას და იმას, თუ როგორ უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ისინი თავიანთ ადგილს დაემკვიდრებენ სოფლად. ეს გამოიწვევს ჩემი სოფლის გაძლიერებას. აქ ცხოვრება მიუხედავად მკაცრი პირობებისა ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი გახდება. ისინი დაუბრუნდებიან სოფელს და იზრუნებენ ჩემი სოფლის განვითარებას.